ცოტა ხნის წინ სამშენებლო კომპანია ანაგი კოლაბმა ახალი კონცეფცია თბილისის აკრები დაანონსა. ეს პირველი თვითყოფადი უბანია, სადაც მთელი ქალაქი ერთ სივრცეშია მოქცეული. თვითყოფადი უბანი ფეხით სავალ მანძილზე აერთიანებს ყველა სოციალურ სივრცეს, რომელიც როგორც წესი ქალაქის სხვადასხვა წერტილში მდებარეობს. ჩვენი სტუმრები არიან თამარ გაფრინდაშვილი, ანაგი კოლაბის გენერალური დირექტორი და ინა სიხარულიძე, ანაგი კოლაბის პროდუქტების განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი. გადავინაცვლოთ. ჩვენ სტუმრებთან, ვისთანაც საკმაოდ საინტერესო საუბარი გველის, მით უმეტეს რომ ერთი დეტალი წინა სიტყვაობაში არ მithქვამს, მაგრამ ძალიან საინტერესო იქნება. მოგესალმებით, მადლობა რომ ხართ ჩვენთან. მოგესალმებით და მოდი დავიწყოთ პირდაპირ რა არის და ვინ არის ანაგი კოლაბი და რა დეტალურად რომ მოგვიყვეთ აი პროექტის თბილისი აკრების შესახებ საინტერესო იქნება. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ანაგი კოლაბი, ეს არის ანაგი შვილობილი კომპანია, რომელიც წარმოადგენს პირველ კოლაბორაციულ ბრენდს საქართველოში, სადაც ყველა დეველოპერული სერვისი არის ერთ სივრცეში გაერთიანებული. ეს არის დასავლურ სტანდარტებზე მორგებული და უძრავი ქონების მართვის ამერიკულ მოდელზე აგებული სქემა, რომელიც გადმოვიტანეთ და ქართულ რეალობაში დავნერგეთ, სადაც ძალიან მკაფიოდ არის განაწილებული ინვესტორის როლი, დეველოპერის როლი და საკუთრივ სამშენებლო კომპანიის როლი. უძრავი ქონების სექტორის განვითარებასთან ერთად ვითარდებოდა მომხმარებლის მოთხოვნაც სწორ პროდუქტზე, სრულყოფილ სერვისზე, შესაბამისად გახდა მესამე რგოლის აუცილებლობა, რომელიც ზრუნავს იმაზე, რომ სრულყოფილი კონცეფცია შეიქმნას. შემდგომ ამ კონცეფციაზე შეიქმნას ის პროდუქტი, რომელიც მომხმარებლებს სურთ. ის სწორად მიეწოდოს მომხმარებელს და იმართოს მთელი ეს პროცესი. და მოხარულები ვართ, რომ ჩვენ ვართ ის პირველი კომპანია, რომელიც ამ მიმართულებით შემოვედით ბაზარზე. ჩვენი პირველი კოლაბორაციული პროექტი გახლავთ თბილისის აკრები, რომელიც არის უპრეცედენტოდ მასშტაბური პროექტი. განაშენიანება მიმდინარეობს 620,000 კვადრატულზე. სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს სამშენებლო კომპანია ანაგი 35 წლიანი გამოცდილებით ამ სექტორში, ხოლო თვითონ პროდუქტს მართავთ ჩვენ ანაგი კოლაბი. 600 რამდენი კვადრატი? 620,000. შტამბეჭდავია ნამდვილად. 620,000. ხო, შტამბეჭდავია. ოც სვა ხოლმე ასეთ კითხვას, რომ რატომ თქვენ? რატომ აი მე თუ მივიღე გადაწყვეტილება ეხა და ვეძებ და ვარძიების პროცესში, ანუ მინდა რომ კონდეს სპინა. რატომ უნდა მოვიდე თქვენთან? ამასაც გინდათ მე პასუხით. ეს არის ჩვენ არ ვაკეთებთ არ შემოვდივართ ბაზარზე რაღაცა მორიგი პროექტით. არის ფაქტობრივად ახალი უბანი, რაც თავის თავში გულისხმობს სრულად მოწესრიგებულ გარემოს, არა მარტო საცხოვრებელ სივრცეებს, არამედ ზოგადად საზოგადოებრივ სივრცეებს, კულტურულ და გამოჯანსაღებელ ცენტრებს. ანუ პირველი თვითმყოფადი უბანი საქართველოში არის თბილისის აკრები. მოდი ინასაც ვკითხოთ, ინა რით იქნება გამორჩეული თქვენი უბანი? აბა? პირველ რიგში მოგესალმებით და დიდი მადლობა მოწვევისთვის. ბევრი შეიძლება ითქვას აკრებზე, მაგრამ დავიწყებ იქიდან, რომ ჩასახვისთანავე, როდესაც კონცეფციაზე ვფიქრობდით, თვითონ ტერიტორია არის ძალიან უნიკალური. ნაკვეთი, როგორც აღნიშნეთ, 620,000 კვადრატულ მეტრზე მდებარეობს ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, ფერდობზე, რომელიც ძალიან არის საინტერესო თავისი რელიეფით. ასე ვთქვათ, ხელუხლებელი ბუნებით და 90,000 კვადრატულ მეტრზე გაშლილი ტყის პარკით. შესაბამისად, როდესაც დავიწყეთ ფიქრი, თვითონ ნაკვეთიც გეუბნებოდა, ანუ რა მიმართულებით უნდა წახვიდოდი. ჩვენ ვეცადეთ და მე მგონი გამოგვივიდა, რომ არც ერთი, ასე ვთქვათ, გამწვანებული ზონა გამწვანებული ზონისთვის არ შეგვეხო განაშენიანების ჭრილში. 15-85%-ზე დავიწყეთ განაშენიანება ამ პროექტის და მოშიშვლებული ტერიტორიებით, რომლებიც თითქოს დაითხოვდნენ თანამედროვე ადამიანის დამკვიდრებას არსებულ ტერიტორიაზე, მხოლოდ იმ მოშიშვლებული ტერიტორიებზე მოხდა არქიტექტურა. ეს არქიტექტურაში ნამდვილად მოვლენა არის საქართველოს რეალობაში, იმიტომ რომ განაშენიანება მოხდა მიკროუბნის ჯერ და შემდგომ ინდივიდუალურად შენობების. ასეთი ტიპის განვითარება ალბათ ყველაზე სასურველი იქნებოდა ანქაუტურ განაშენიანების ნაწილში, მჭიდრო დასახლებულ თბილისში, მით უმეტეს, როდესაც ვსაუბრობთ ვაკესა და საბურთალოზე, ანუ ყველაზე დინამიურ და მოთხოვნად უბნებზე. შესაბამისად, ეს განვითარება და გაგრძელება თბილისის არის ჰორიზონტალური და არა ვერტიკალური. განაშენიანება დაბალი არის, ანუ 5-დან
მაქსიმუმ 8 სართულიანი შენობები დგას. ჯამში 6 ფაზაა და მნიშვნელოვანი ნაწილი არის ის, რომ როგორც თითოეული ფაზა ვითარდება თვითკმარობის ნაწილში, აქვს თავისი ყველა სოციალური და საზოგადოებრივი სივრცეები, ასევე მთელი ეს მიკრო უბანიც. რამდენი შენობა იქნება უბანში? 75 შენობა არის, ამფითეატრალური დაგეგმარებით არის არქიტექტურა, რომელიც იწყება კარიბჭეთი და სრულდება კულტურული ცენტრით. რატო დავსვი ეს კითხვა? იმიტომ რომ ეხა უბრალოდ წარმოიდგინე ამ ხელა ტერიტორიაზე ანკა განლაგებული ყველა დაახლოებით ერთი ზომის ამ მცირედი სხვაობით, ხო? 5 სართულიანი და 8 სართულიანი. ანუ რო შეხედავ ვიზუალიზაციის კუთხითაც აბსოლუტურად სხვანაირად არის, არავის არ ვაკნინებ, უბრალოდ რო ვერ გაარკვევს სად რა ხდება ზოგადად და ეს თბილისი, ხო, ანუ ვიზუალურად იქნება ძალიან შტამბეშტავი სანახავი. ერთიანი ესთეტიკის ქვეშ მოექცევა მთელი უბანი. ამის თქმა მინდოდა თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში ჩვენთან ეს ესთეტიკა რატომღაც ჩვენ და სამწუხაროდ ისე აღარ არის, როგორც უნდა იყოს. მეთანხმები? სავსებით. და პროექტის სახელწოდება თბილისი იზრდება. კამპანიის სახე. აი რა მიმართულებით თვითონ რანაირად იზრდება, აბა ახსენით ეს. ნამდვილად ჩვენი მთავარი მესიჯი არის თბილისი იზრდება და ეს მარტო ტერიტორიულ ზრდას არ მოიცავს. თბილისის აკრები მდებარეობს ორ ყველაზე მოთხოვნად და პრესტიჟულ უბანს ვაკესა და საბურთალოს შორის, როგორც უკვე ვთქვით, ნაფეთრობისკენ მიმავალ გზაზე და მისი ლოკაცია გარკვეულწილად ამ პროექტის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ იზრდება თბილისი. აი სწორედ აღნიშნეთ, რომ ჩვენ ვქმნით ახალ უბანს, სადაც თითოეული შენობა ნაგებობის იქნება ეს საცხოვრებელი თუ სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი, მათი ესთეტიკა წინასწარ არის განსაზღვრული და შემდგომ უკვე გენერალური რეგულირების გეგმით შეთანხმებული, რაც გარკვეულწილად ამ ერთიანობაში როგორც ვიზუალურად, ისე ფუნქციურად ძალიან გამართულ პროექტს თავაზობს. ეს არის, ესე ვამბობთ ხოლმე ზოგადად, რომ თბილისის აკრები არის თბილისის უალტერნატივო გეგმა, თბილისის გაზრდის. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ ეს მესიჯი და ჩვენი კამპანიის იდეაც იყო, რომ დაარქვი უბანს სახელი, დაარქვი ქუჩას უბანში სახელი, თბილისი ეს ხომ არ არის მხოლოდ დეველოპერული პროექტი, ფაქტობრივად ახალ უბანს ვთავაზობთ ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს და ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის, რომ ეს სახელის დარქმების პროცესშიც თვითოულ ჩვენ მომავალ მობინადრეს ან თბილისის მაცხოვრებელს მიეღო მონაწილეობა. გავითვალისწინეთ სახელების შერჩევის პროცესში ორი ძირითადი კომპონენტი. ერთი იყო, რომ გვინდოდა რომ სახელი ყოფილიყო ქართული და მეორე კომპონენტი იყო ის, რომ გვინდოდა რომ რაღაცა გარკვეულწილად ამ უბნის იერსახე გადმოეტანა სახელში. სამი ვარიანტი არის შეთავაზებული, ერთი არის შუაგზა, მეორე დარიანი და მესამე თაკარა და მომხმარებლებს ექნებათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა სახელის შერჩევის პროცესში, შევიდნენ ჩვენს ვებგვერდზე tbilisi.acres.gr და აირჩიონ მათთვის სასურველი ვარიანტი. მე მაქვს ჩემი ფავორიტი სახელი. გაგვიზიარეთ თუ შეიძლება. ეხლა შემიძლია? მე ძალიან მომწონს თაკარა, რა ვიცი, აი რაღაცა ისეთია. მისაღები არ ვიცი რის გამო, მაგრამ მომწონს. ძალიან კარგი, ჩვენ ვერ ვასახელებთ. ერთი ხმა ჩემგან გქონდეს თაკარას. კარგი. ძალიან საინტერესოა, თუმცა იქამდე აქვე უბრალოდ მინდა რომ შემოგთავაზოთ სიუჟეტი. თბილისი იზრდება. თბილისის აკრების ერთ-ერთი პროექტია, რომელშიც მოსახლეობის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რაზეც უკვე ისაუბრეს ჩვენმა სტუმრებმა. ახლა შემოგთავაზოთ სიუჟეტს, საიდანაც უფრო ცლად შეიტყობ თუ როგორ იქნება ახალი უბანი, სადაც ქუჩას თქვენ არქმევთ სახელს. ესეც ძალიან მაგარი და ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც ცოცხლდება მომავალი თქვენი თვალით VR ტექნოლოგიის დახმარებით. ნახოთ სიუჟეტი და შემდეგ განვაგრძელოთ საუბარი ჩვენ სტუმრებთან. ქალაქში გამოჩნდა ბანერი ახალი გზავნილით. თბილისი იზრდება. ეს მხოლოდ წარწერა არ არის. ეს არის მასშტაბური იდეა, რომლის განხორციელებაში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. თბილისის ახალი უბნის შექმნაში წვლილის შესატანად ვებგვერდზე შესვლა და ქუჩისათვის სახელის მინიჭებაა საჭირო. აკრები. ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ახალ ტერიტორიაზე, ნაფეთრობისაგან მიმავალ გზაზე შენდება. ეს არის ინოვაციური დეველოპერული პროექტი, რომელიც წარმოადგენს სახლის სრულიად ახალ კონცეფციას და პირველად საქართველოში მაცხოვრებლებს სთავაზობს საცხოვრებელ ტერიტორიას და ქალაქის ყველა საზოგადოებრივ სივრცეს ერთ უბანში.
აღსანიშნავია, რომ პროექტი უარს ამბობს ქაოსურ განაშენიანებაზე და ქმნის სივრცეს, სადაც ადამიანი და ბუნება თანაბრად არიან გათვალისწინებული. თბილისის საკრები ორ ყველაზე მოთხოვნად უბნებს ვაკესა და საბურთალოს შორის მდებარეობს უნივერსიტეტის ქუჩიდან 2 წუთის გზაზე. თბილისის საკრები ურბანული მოვლენაა ქართულ რეალობაში, ვინაიდან ჯერ უბნის არქიტექტურა შეიქმნა და შემდეგ ინდივიდუალური შენობების. თბილისის საკრები ინოვაციურია მწვანე მიდგომითაც. პროექტი ინარჩუნებს ტერიტორიის პირველად იერსახეს, რაც ნიშნავს, რომ არქიტექტურა ერგება ადგილობრივ გარემოს და არა პირიქით. განაშენიანება მხოლოდ 15%-ია, ხოლო 85% ბუნებრივ, მწვანე საფარს უკავია. თბილისის საკრები ეს არის პირველი თვითმყოფადი უბანი თბილისში, რომელსაც მართავს ანაგის შვილობილი კომპანია ანაგი ქოლაბი. ჩვენ დეველოპერებსა და ინვესტორებს ვთავაზობთ დეველოპერული სერვისების სრულ აუთსორსინგს. ჩვენი მომსახურე ოფისი წარმოდგენილია თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე, სადაც ჩვენს ვიზიტორებს ვთავაზობთ სრულიად უნიკალურ გამოცდილებას ვირტუალური ტურების სახით. ასე რომ გვეწვიეთ ჩვენ ოფისში მიიღეთ ეს უნიკალური გამოცდილება და დაათვალიერეთ თბილისის საკრების უბნის სრული ინფრასტრუქტურა. VR ტექნოლოგიის დახმარებით მიიღებ გამოცდილებას, რომელიც მომავალში გადაგიყვანს. შენს თვალწინ ცოცხლდება ახალი უბანი, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული, სოციალური დაწესებულებებითა და სარეკრეაციო ზონებით. პროექტი არ არის უბრალოდ ახალი უბანი. ეს არის თბილისის განვითარების მომავალი, რომელსაც უკვე აქვს თავისი ხმა, ხედვა და სახელი. განვაგრძობთ პირდაპირ ეთერში საუბარს თბილისი აკრებზე და აუცილებლად უნდა გკითხოთ თაბარ გზის საკითხი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანია, პრობლემატურია საცობების გათვალისწინებით, როგორ დაუკავშირდება თბილისი აკრები, თქვათ უნივერსიტეტის ქუჩას, საიდანაც წესით ალბათ თუ რამეს სხვა გეგმებიც გაქვთ. ნამდვილად ძალიან სწორი შეკითხვა არის. იქიდან გამომდინარე, რომ როგორც უკვე აღნიშნა, ეს უბანი მდებარეობს ვაკესა და საბურთალოს შორის ნაფეთრებისკენ მიმავალ გზაზე. ამჟამად ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელია სწორედ უნივერსიტეტის ქუჩით, დანელიას ქუჩის გავლით. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ პროექტი არის ძალიან მასშტაბური, გენერალური რეგულირების გეგმის შემუშავების პროცესშივე ვამუშავებთ ალტერნატიული გზის პროექტს, რომელიც ვაკიდან, კერძოდ ბაგებიდან დაუკავშირდება უშუალოდ მახალ უბანს თბილისის აკრებს. ეს არა მხოლოდ ჩვენი პროექტისთვის, არამედ ზოგადად თბილისის მასშტაბით საგზაო მოძრაობის განტვირთვისთვის ძალიან დიდ როლს შეასრულებს და კიდევ უფრო დაეხმარება თბილისის აკრებს, რომ მარტივად ინტეგრირდეს ქალაქში. ანუ სადღაც თუთქალაქის ტერიტორიაზე მოხდება თუთქალაქის ტერიტორია. ახალი გზის არაჩვეულებრივი. ძალიან მაგარი. ახალი გზები ყოველთვის მიხარ. ანუ წარმოგიდგენია, ანუ ეხა, მაგრამ პრინციპში ეხა ხიდი რაც გაკეთდა ახალი, ესეც ამარტივებს, ხო, სავარაუდოდ, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო, ხო, იქიდან კიდევ უფრო მარტივი იქნება ეს ყველა. თავისთავად ყველა ის კვანძი, რომელიც კეთდება ამარტივებს მოძრაობას, მაგრამ ამხელა უბნის შეთანხმების პროცესში უნდა იყოს გათვალისწინებული მისასვლელი გზა და სიმარტივე იმისთვის, რომ მოხდეს არაქალაქის გადაწვირთვა, არამედ პირიქით გამარტივება. კი ბატონო. ითქვა ასევე, რომ პროექტი პოზიციონირებს როგორც მწვანე პროექტი. აი რა თქვენ რო აგიხსნათ, რა იგულისხმება ამაში? როგორც აღნიშნე, ანუ დაპროექტობა მოხდა 15-85-ის პრინციპით, მხოლოდ 15% არის განაშენიანება. დანარჩენი 85%, მათ შორის ტყე-პარკიც შენარჩუნებული არის უშუალოდ ტერიტორიაზე. ამასთან ერთად ვიტყოდი, რომ ლოკაცია ზღვის დონიდან 750 მეტრზე მდებარეობს. ეს არის ის კლიმატი, რომელიც ადამიანის ცხოვრებისთვის არის ყველაზე სასურველი. შესაბამისად, ჯანმრთელობისთვისაც ჟანგბადი არის საოცარი. ის როგორც ფაქტობრივად თბილისის ჟანგბადის კორიდორს წარმოადგენს ეს ტერიტორია და ამ დაბალი განაშენიანებით, როგორც აკრებს, თბილისის აკრებს მივცემთ შესაძლებლობას, რომ სუფთა ჰაერზე იყვნენ, ასევე რა თქმა უნდა თბილისისთვისაც ის რჩება როგორც მთავარი ჟანგბადის კორიდორი. და მოდი ლაშა პროექტს რაღაცა ინვესტირების კუთხითაც შევხედოთ. რამდენ ხელსაყრელი იქნება თქვენი პროექტი ამინ? თავისი კონცეფციიდან გამომდინარე და იმ ყველაფრიდან, რაზეც დღეს ახლა ჩვენ ვისაუბრეთ პირდაპირ ეთერში, ნათელია ის, რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საინვესტიციო პროდუქტი შეიქმნა. ახალი უბანი ქალაქში, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად ქალაქში. თუმცა აქ აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტი და უბანი იმყოფება განვითარების საწყის ფაზაში, სადაც უძრავქონებაში ინვესტირება ყველაზე უფრო ხელსაყრელია და ყველაზე უფრო საინტერესოა. ლოგიკურია, რომ ფაზების განვითარებასთან ერთად შეიცვლება სარეალიზაციო ფასი,
მკვეთრად გაიზრდება, შეგვიძლია ესეც ვთქვათ, შეიძლება შესყიდვის პირობაც და ასე შემდეგ. ამიტომ მათთვის, ვისაც აქვს სურვილი, რომ თბილისის აკრებში განახორციელოს ინვესტიცია, ეხლა არის ყველაზე ხელსაყრელი. რა თქმა უნდა, დასაწყისი არის ყოველთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო ინვესტირებისთვის. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი აუნწურავად ვისაუბრეთ, ყველა დეტალს შევეხეთ. თუ გაქვთ რამე დასამატებელი, თუ არა და შეგვიძლია დასასრულისკენ წავიდეთ, იმიტომ რომ პრაქტიკულად ყველაფერი მიმოვიხილეთ.